ჩრდილოეთ კაროლინას გაუმართლა. პატარა შტატში ყველა გემოვნების ბუნებაა. დასავლეთში ბლუ-რიჩის მთები, ცნობილი აპალაჩების ნაწილი, სწრაფი ნაკადულებით და მრავალწლოვანი უღრანი ტყეებით. საჰარის საკუთარი ფილიალი აქვთ. აღმოსავლეთ სანაპიროზე ყველაზე მაღალი ქვიშის დიუნები. ასევე ჩრდილოეთ კაროლინაში არის რამდენიმე ასეული კილომეტრის სიგრძის ამგვარი სანაპირო. ამიტომაც ადგილობრივებს არც ისე ბევრი მიზეზი აქვთ იმისა, რომ მშობლიური შტატიდან გავიდნენ. სამაგიეროდ ჩრდილოეთ კაროლინაში ტურისტები მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან. გასულ წელს ღირსშესანიშნაობების წყალობით შტატმა 25 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. თანხის უმეტესი ნაწილი სანაპიროს რეგიონის დამსახურებაა, სადაც ბარიერული კუნძულები მდებარეობს, აუტერ ბენქსი, ანუ გარე მეჩხერი. 320 კილომეტრის სიგრძის ხმელეთის ვიწრო ქვიშიანი ზოლი. ზუსტად ეს ადგილი აირჩიეს ძმებმა უილბურ და ორვილ რაიტებმა, კადნიერი ოცნების განსახორციელებლად. სოფლიოში პირველები გაფრენილი იყვნენ თვითმფრინავით. სამრამეს ეძებდნენ ქარს, რომლის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს მიაღწევდა. ქვიშას რბილი დასხდომისთვის და გარე სამყაროსთან თითქმის სრულ გარიყულობას, რათა მუშაობასა და ცდებში ხელი არავინ შეუშალოთ. სიმბოლური რამდენიმე დოლარით ძმებმა ადგილობრივი კაპიტნისაგან მიწა იქირავეს. 28 მეტრის სიმაღლის დიუნა კილ დევილ ჰილსი გამშვებ სივრცეს წარმოადგენდა. შემდგომ დასასხდომი ზოლი გააკეთეს, ბანაკი გაშალეს და ფრენისთვის მზადება დაიწყეს. პირველი 2 წელი საერთოდ კარვებში ცხოვრობდნენ. შემდეგ კი დროებითი ხის სახლების აგება გადაწყვიტეს. ცდები 3 წელი გრძელდებოდა, სანამ 1903 წელს ძმებმა ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავი ფლაერ 1 არ ააგეს. იმის გადასაწყვეტად პირველი თუ ვინ გაფრინდებოდა, ძმებმა ხურდა ააგდეს. წილი უილბურს ერგო და 1903 წლის 14 დეკემბერს გამოიყენა კიდეც. თუმცა ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. თვითმფრინავი აფრენიდან უმალვე ჩამოვარდა. საბედნიეროდ არც მანქანა და არც პილოტი არ დაზარალებულან, მაგრამ შემდგომ უკვე მეორე ძმის რიგი იყო, ორვილის. მან თვითმფრინავი ჰაერში აიყვანა. 12 წამში 36.5 მეტრი გაიფრინა და წარმატებით დაეშვა. ამგვარად ადამიანი ჰაერზე მძიმე ძრავიანი აპარატით პირველად გაფრინდა. იმავე დღეს ძმებმა რიგრიგობით 3 წარმატებული ფრენა შეასრულეს, რომლის მანძილი დასაფრენი ბილიკის გასწვრივ მემორიალური ქვებით არის აღნიშნული. ფრენის მოწმე მხოლოდ 5 ადამიანი იყო. მაშველთა სანაპირო გუნდის მაშველები და მეზობელი სოფლიდან 16 წლის მოზარდი. ის რომ ძმებს ნამდვილად შეუძლიათ ფრენა მსოფლიომ საბოლოოდ მხოლოდ 1908 წელს დაიჯერა, როდესაც ფრენის საჯაროდ ჩვენება დაიწყეს. ჩრდილოეთ კაროლინის მცხოვრებლები ამ ამბით ძლიერ ამაყობენ. ავტომობილის სანომრე ნიშნებსაც კი აწერია. პირველები გავფრინდით. ხოლო ისტორიული დიუნისაგან რამდენიმე კილომეტრში ძმები რაიტების გამოცდილების განცდას ყველა მსურველს თავაზობენ. კუნძულებზე დელტაპლანერიზმის სკოლა უკვე 40 წელია არსებობს. მწვრთნელისა და ფერადოვანი პლანერების მეშვეობით ფრთები შეიძლება ნებისმიერმა შეისხას. პატარაობისას სიზმარში ხშირად დავფრინავდი. მეგონა რომ ასეთი რამ მხოლოდ ოცნებაში შეიძლება და არა ცხადში. სანამ დელტაპლანერიზმი არ მოვსინჯე, მაშინ მივხვდი რომ ის ბავშვური ზმანება შეიძლება ცხადიც გახდეს. ვოლფი ახალ ბედებს უმტკიცებს, რომ ფრენა რთული არ არის და დღეს მე ვარ მისი შეგირდი. ნახე, მე ფეხებს ასე გადავადებ. პირველ რიგში სხეულის მობრუნება ასე უფრო ადვილია. მეორე კი უბრალოდ ძალიან მაგრა გამოიყურება. საფრენი ბაზა ჯოქეის რიჯის პარკში მდებარეობს, სადაც ქვიშის დუნები 18 მეტრს აღწევს. ამიტომაც პირველი დავალებაა მწვერვალზე ასვლა. მე-10 დღე მიდიოდა. შემდგომ ფრენისათვის მორალურად უნდა განეწყო. მწვრთნელი გაფრთხილებს, რომ პირველი გაშვების შემდეგ შეიძლება დელტაპლანერიზმი სამუდამოდ შეგიყვარდეს. კიდევ სრულად დამოუკიდებელი გავხდი. დიახ, კოლეჯი დავამთავრე. ნორმალური სამუშაო ვნახე, მაგრამ ხვდებოდი, რომ ყველაფერი ეს ის არ არის. ამიტომაც დაბრუნება გადავწყვეტა, რათა ვაკეთო ის, რაც მიყვარს. ფრენა. ჩემს ხელს უყურე. კარგია, ყოჩაღ. ახლა მოდუნდი და ისუნთქე. ახლა ხელები ზემოთ, აი ასე. ძმები რაიტები მართლები იყვნენ. ქვიშა დაშვებას მართლაც არ ბილებს. მაგრამ თუ მათთვის მთელი ცხოვრება მთავარი სტიქია ჰაერი იყო, მაშინ კუნძულის მცხოვრებლები ყოველთვის წყალს ირჩევდნენ. ზუსტად რომ ოკეანეა მათი მთავარი მარჩენალი, ხოლო თევზის რეწვა რეგიონის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა. თევზის წამოგების მომენტი ყველაზე განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, თევზის დაჭერა ყოველთვის არ გამოგდის, მაგრამ როდესაც გამოგდის, შესანიშნავი განცდაა. ამგვარი განცდისთვის სემი უკვე 40 წელი დილის 4 საათზე იღვიძებს, ვინაიდან რიჟრაჟი თევზაობისთვის საუკეთესო დროა. სემი ჯერ სატყუარას იჭერს, ქვიშის პატარა კიბოებს. ოჩხით ქვიშას ვყრიბავ და ვცრი. შეხედე, ულვაშები გამოსჭვივის.
წყალი დღეს ცივია. თევზაობისთვის კი ეს ცუდი პირობაა. რას ვარაუდობ? დღეს ბევრს ვერ დავიჭერ. ნავმისადგომიდან თევზაობა ფასიანია, დღეში $14. თუმცა ლიცენზია საჭირო არ არის. ხოლო თუ ნაპირიდან გინდა თევზაობა, მაშინ ნებართვა უნდა შეიძინო. რაც შტატის მცხოვრებლებისთვის წელიწადში $15 ღირს, ჩამოსულებისთვის 30. რამდენიმე შეზღუდვა. თევზი რომ დაიტოვო, მაგალითად ლაქებიანი კალმახი, სიგრძეში სულ მცირე 35 სანტიმეტრი უნდა იყოს. შავი ქორჭილა 30, ხოლო ზღვის ოქროს ფერი არანაკლებ 46 და არაუმეტას 68 სანტიმეტრისა. თუ ზომა შეუსაბამოა, ცდილობენ რაც შეიძლება დაუზიანებლად გაუშვან თევზი. ამისათვის უკბილო ნემსკავის გამოყენებას ითხოვენ. რამდენიმე ათეული უიღბლო ცდისა და რამდენიმე საათის შემდგომ, სემი მაინც ახერხებს ძვირფასი თევზის დაჭერას. რა ჰქვია ამ თევზს? ცხვართავა ქორჭილა. არასდროს მინახავს, რამდენ სიწონის? 4 კილოგრამამდეა. ნავმისადგომზე თევზს თავად ასუფთავებენ. ამბობს, რომ ეს ყოველთვის მისი ვალდებულებაა. მეუღლე მხოლოდ ამზადებს თევზს. ჯერ თავთან ჩავჭრით. შემდგომ თევზს ვაბრუნებ. მომცრო დანას ვიღებ და კუდამდე ჩავჭრი. ანუ დანარჩენს არ იყენებთ. არა, ეს კიბორჩხალებისთვის არის. ჭამა მათაც უნდათ. აქ კი მხოლოდ ლაყუჩებია. ამას არ შევჭამდი. მე ფილე მიყვარს. ძალიან არაეკონომიურია. თევზს ახლა უბრალოდ გადააგდებენ. მგონია რომ კიდევ ბევრია. მაგრამ ადგილობრივებს ჩემი გაკვირვება არ ესმით. მიჩვეული არიან კარგნარეთს. ნახე რამდენი თევზია. ეს ადგილობრივი სანახაობისთვის არის. ყოველ დღე 3 საათის შემდეგ ადგილობრივ ნავსაყუდელში იახტები მოცურავენ. მეთევზეები ბრუნდებიან და ყველა მსურველისთვის ნარეწს აჩვენებენ. იახტები ღია ოკეანეში თევზაობისთვის არის აღჭურვილი. ერთი დღის დაქირავების საფასურია $800-დან $2000-მდე. ღირებულებაში შედის ეკიპაჟის მომსახურება, აღჭურვილობა. წარმოუდგენელი იყო. თევზი მიყოლებით მოდიოდა. 53 დავიჭირე. არა, 54. რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს თევზაობა სანაპირო რეგიონისთვის. შტატის მასშტაბით დარგი ათეულშიც არ შედის. ჩრდილოეთ კაროლინას მართავს მანქანათმშენებლობა, ტექსტილის წარმოება, ფარმაცევტიკა და მაღალტექნოლოგიური დარგი. ამასთან უკანასკნელი მრავალმხრივ თამბაქოს წყალობით განვითარდა. ვაღიარებთ ჩვენს წარსულს, მაგრამ ასევე სხვა მომავალზეც ვაცხადებთ უფლებას. ჩრდილოეთ კაროლინაში ამბობენ, რომ ზუსტად რომ თამბაქომ გააჩინა შტატი მსოფლიოს რუკაზე. მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ აღმოსავლეთი ნაწილი პლანტაციებით იყო სავსე, ხოლო მოსახლეობის მესამედს მუნები შეადგენდნენ. ყველაზე ძლიერი თამბაქოს იმპერია ვაშინგტონ დიუკმა შექმნა, ქალაქ დარემის ცენტრში. მართვაში შვილები ჩართო, უმცროსმა კი კომპანია მსოფლიო დონეზე გაიყვანა. ამ ადამიანმა მამის თამბაქოს კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად აქცია. ჯეიმს დიუკმა მოიფიქრა და არც წააგო, რომ სიგარეტის ბაზარი არის ოქროს საბადო. ჯეიმსმა სიგარეტის შემხმევი მანქანის გამომგონებელთან გარიგება დადო, რითაც წარმოება ნახევრად გააიაფა. შემდგომ მსგავსი 200-ზე მეტი კომპანია გააერთიანა და იმპერიას American Tobacco უწოდა. მაგალითად, შენობაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, სიგარეტ Lucky Strikes ამზადებენ. საწარმოს მხოლოდ ამ ფილიალმა 1945 წელს $5.5 მილიარდი მოუტანა. წარმოიდგინეთ, თუ რა ეკონომიკური გავლენა ჰქონდა მთლიანობაში საწარმოს პატარა ქალაქ დარემზე. თუმცა წარმატების მწვერვალზე კომპანია დიდი ხანი ვერ დარჩა. ჯერ ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა იმპერიამ მცირე საწარმოება დაჰყო, ხოლო 1964 წელს აშშ-ის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა მოხსენება გაახმოვანა, რომელიც ადასტურებდა, რომ მოწევა კიბოს იწვევს. სიგარეტზე მოთხოვნა მცირდებოდა, ხოლო 90-იანების ბოლოს საწარმო დაიხურა. ეს ადგილი რამდენიმე წელი ცარიელი იყო, სანამ მისი ყიდვა არ გადავწყვეტეთ. მედია კომპანია Capital Broadcasting-მა საწარმოს აღდგენაზე რამდენიმე წელი დახარჯა და მდიდრულ მიდამოდ გადააქცია, ოფისებით, რესტორნებით და ბინებით. ადრე აქ ნახშირს ინახავდნენ. დიდი ხანი ვფიქრობდით, როგორ გამოვიყენოთ ეს ფარდული. გადავწყვეტეთ კალათბურთის მოედნად გადაგვეკეთებინა, რომელიც ასევე არის ფიტნეს ცენტრიც. ახლა American Tobacco-ს ტერიტორიაზე მოწევა აკრძალულია, ხოლო ყველა ვისთანაც დარემში ურთიერთობა გვქონდა, ან საერთოდ არასდროს ეწეოდა, ან უკვე დიდი ხანია დანებებული აქვს თავი. არა, ოდესღაც, დიდი ხნის წინ. ახლა კი არა, რას ამბობთ. ოდესღაც კოლეჯში ვეწეოდი, მაგრამ შემდგომ დავანებე. ძალიან მავნე ჩვევა. არასდროს მომიწევი, არც გამისინჯავს.
თუმცა ადგილობრივები შტატის ისტორიის თამბაქოს ხანას არ ივიწყებენ. ვინაიდან მაგნატები ბევრ ფულს ხარჯავდნენ, ასევე შტატის განვითარებაზე. იგივე ჯეიმს დიუკმა $600 მილიონი ბიუჯეტის მქონე ფონდი დააფუძნა, რომლის უმეტესი ნაწილი უნივერსიტეტის მშენებლობას მოხმარდა. ამჟამად ამავე სახელის სასწავლებელი აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესია. მეტიც, ეს და კიდევ ორი მეზობელი უნივერსიტეტი კვლევითი სამკუთხედის საფუძველი გახდა. ეს არის უნიკალური სამეცნიერო რაიონი, სადაც ქვეყნის უდიდესი IT და ფარმაცევტული კომპანიებია თავმოყრილი. სხვა თამბაქოს მაგნატმა ბოუმან გრეიმ უნივერსიტეტი ვეიკ ვორესტი დააფინანსა, სადაც ახლა 3D ბიობეჭდვის ტექნოლოგიას შეიმუშავებენ. პაციენტმა მარცხენა ყური დაკარგა. მარჯვენა ყურის კომპიუტერული ტომოგრაფია გავაკეთეთ. შემდგომ მისი სარკისებრი გამოსახულება მოვამზადეთ და 3D ბიობეჭდვა დავიწყეთ. პრინტერი, რომელსაც ცოცხალი ქსოვილის დაბეჭდვა შეუძლია, ადგილობრივი მეცნიერების გამოგონება. 3 საათნახევარი მუშაობა და ეს პრინტერი ასეთ ადამიანის ყურს დაბეჭდავს. შემდგომ შპრიციდან სითხით დაფარავენ. შიგნით პაციენტის უჯრედებია, რომლისთვისაც ეს ყური იყო განკუთვნილი. შემდგომ კი ტრანსპლანტაცია. თუმცა გადანერგვა ჯერ მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი. მეცნიერები ჯერ კიდევ კლინიკური ცდების საფეხურზე არიან, ხოლო კანისა და ხრტილის გადანერგვას უკვე ახორციელებენ. ორგანოების სირთულეს ბრტყელიდან მჭიდრომდე ვახარისხებთ. ბრტყელი წყობის, მაგალითად ისეთის, როგორიც არის კანის შექმნა უფრო ადვილია. მილოვანი წყობები, სისხლძარღვები, ეს არის სირთულის მეორე დონე, ხოლო ყველაზე რთულია მჭიდრო ორგანოები, მაგალითად კუჭი. დონორული ორგანოების ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა. ძალიან ბევრი პაციენტი რიგს წყლობით ელოდება, ხოლო რეგენერატიული მედიცინა ნამდვილი გადაწყვეტაა. ვიმედოვნებ გადანერგვის მომლოდინე პაციენტების რაოდენობას შევამცირებთ. ჯერ ქსოვილის მცირე ნაწილს იღებენ. ზრდის ფაქტორები უჯრედების სწრაფ გამრავლებას უწყობს ხელს. მომდევნო დავალებაა ქსოვილისთვის ყალიბის ან კარკასის შექმნა. 3D პრინტერის გარდა ინსტიტუტში ელექტროსპინინგის ტექნოლოგიას იყენებენ, რომლის მეშვეობით ხელოვნურ სისხლძარღვებს ქმნიან. ეს არის ელექტროსპინერი. შპრიცში არის ბიონედლეულის ხსნარი, გარკვეული სახის პოლიმერი, რომელიც შპრიცის ტუმბოს მეშვეობით ძალიან ნელა გამოიდევნება. ნედლეული ღერძზე თანაბრად დაიტანება, რომელიც წინ უკან მოძრაობს. ამგვარად მილი ყალიბდება. შემდგომ ხელოვნურ ფეთქვით ძარღვს გამოცდიან. ვათავსებთ ბიორეაქტორში, რომელიც ტუმბოსთან არის მიმაგრებული. ის ქმნის მფეთქავ ნაკადს და ამგვარად გულის ცემას განახორციელებს. თუ დააკვირდები, დაინახავთ ძარღვი იხსნება და იხურება. 3D ბიობეჭდვის მეშვეობით ადამიანის უფრო რთული ორგანოების მცირე ვერსიებსაც ქმნიან, რომელსაც ჩიპის ორგანიზმის ტექნოლოგიაში იყენებენ. 5 სანტიმეტრის დაფა არის ადამიანის ორგანიზმის მცირე მოდელი. ყოველ კამერაში კონკრეტული ორგანოს ქსოვილის უჯრედებია. ამგვარ მოდელებს პირველ რიგში წამლების გამოსაცდელად იყენებენ. პროექტი იმით დაიწყო, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ზედმეტად ბევრ მედიკამენტს გაიწვევენ უკან წარმოებიდან და ვაჭრობიდან. მიზეზი მაგალითად შეიძლება იყოს ის, რომ 10 წლიანი გამოყენების შემდგომ პრეპარატი გულის ან ღვიძლის პრობლემას იწვევს, რაც ნიშნავს მილიონობით ან მილიარდობით დოლარის ფუჭად ხარჯვას. ყველაფერი კი იმის გამო, რომ ამგვარი მეორადი მოვლენების ვარაუდი წამლების გამოცდისას უბრალოდ შეუძლებელი იყო. არც ცხოველებზე და არც ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებზე ცდები არ იძლევა პრეპარატის ორგანოებზე გავლენის ზუსტ მონაცემებს. ამიტომაც ამგვარი ჩიპი საუკეთესო არჩევანია გამოცდისთვის. უკვე უახლოეს მომავალში პაციენტს კანის მცირე ნიმუშს აუღებენ და სანამ ექიმი დიაგნოზს უდგენს, ლაბორატორიული ჯგუფი 40 ჩიპს გააკეთებს. არსობრივად ამ ადამიანის ვერსიებს. ყოველი ჩიპი განსხვავებულ მედიკამენტს მიიღებს და ამგვარად შეიძლება მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობის დადგენა. ვიმედოვნებ, რომ შვილიშვილებისთვის ამგვარი ტექნოლოგია უკვე ყოველდღიურობა იქნება. რეგიონი, სადაც სამკუთხედი განთავს და შტატში ყველაზე მდიდარია. თამბაქოს და ტექსტილის მაგნატების ხანაშიც ამგვარი იყო, თუმცა ვანდერბილდების ოჯახთან შედარებით ყველანი მოკრძალებულად ცხოვრობდნენ. ბილტმორის სასახლე ამერიკაში ყველაზე დიდი კერძო სახლია. 250 ოთახი, 16500 კვადრატული მეტრი ფართობი, რაც თეთრ სახლზე 3-ჯერ უფრო მეტია. თითქმის 10 წელი აშენებდნენ ჯორჯ ვანდერბილდის დაკვეთით, ამერიკელი მილიონერების დინასტიის წარმომადგენლის, რკინიგზებისა და სავაჭრო ფლოტის მფლობელების. დღეს კი მუზეუმია, რომლის სანახავად შტატის დასავლეთ ქალაქში ეშვილში მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან. ვანდერბილდებმა სახლისთვის მართლაც რომ საუკეთესო ადგილი შეარჩიეს ბლურიჯის მთების მისადგომთან. ბუნება იმდენად მშვენიერია, რომ ჩვეულებრივი ლაშქრობის გარდა დღეში ადგილობრივებიც და ტურისტებიც საკვებისთვის დადიან. მზად ხართ? მაშინ წადით. ააგროვეთ.
შემგროვებლობის ეკოტური ეშვილის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. კომპანია No Taste Like Home აშშ-ში ერთადერთია, რომელიც მსურველებს აჩვენებს, თუ რამდენად საჭმელად ვარგისიანი შეიძლება იყოს ველური ბუნება. ასეთი კალათები ჩამოგვირიგეს, ფუნჯიანი დანა და ქაღალდის პარკები. ტყეში საკვების მოსაძიებლად მივდივართ. ორგანიზაცია ალან მუსკატმა შექმნა. შემგროვებლობასთან უკვე ზრდასრულ ასაკში მივიდა. ამბობს, რომ ერთხელ კოლეჯში მეგობრებთან ერთად მთებში წავიდა და ვიღაცამ აჩვენა, თუ როგორ იზრდება ველური მოცვი. მახსოვს შოკში ვიყავი. რომ ასე მარტივად ბუჩქიდან კენკრის მოწყვეტა შეიძლება და არა სუპერმარკეტში წასვლა. შემდგომ ნატურალური საკვებით დავინტერესდი. ეს კი მხალია, არსობრივად ველური ისპანახი. შეიძლება მისი ჭამა? რა თქმა უნდა, მე უმსაც ვჭამ და ვამზადებ კიდეც. შეიძლება ღვეზელის გულცართის სახით გამოყენებაც. ალანი გვახსენებს, შემგროვებლობა უძველესი საქმიანობაა, რომელიც ბუნებას არ აზიანებს და პირიქით სარგებელი მოაქვს. ნამდვილად მიმაჩნია, რომ კაცობრიობის მრავალი პრობლემა სოფლის მეურნეობის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. ვინაიდან შემგროვებლობის იდეა არის ის, რომ ბუნებისაგან ავიღოთ ის, რასაც გვაძლევს და არა იძლო იმის წარმოება, რაც ადამიანს სურს. შემგროვებლობის ისტორია ათასობით წელს მოითვლის, რა დროსაც ბუნება არანაირად არ დაზარალდა. ადრე შემგროვებლობის ლაშქრობას ალანი თავად ატარებდა. ახლა კი ტყის მცოდნეთა დიდი გუნდი ჰყავს. ეს არის ჩვეულებრივი მრავალძარღვა. ამბობენ, რომ ოდნავ სოკოს და ლურჯი ყველის მსუბუქი გემო უნდა ჰქონდეს. სიმართლე რომ თქვა, მხოლოდ ბალახად იგრძნობა. ტყის სიღრმეში მეგზური სოკოებზე ყვება, რომელსაც აშშ-ში ჩვეულებრივ არ აგროვებენ. ხალხს სოკოსი ეშინია. ინგლისში, ოდესღაც ინგლისის კოლონია ვიყავით. სოკოს როგორც წარმართული რიტუალების ნაწილს ისე ეპყრობოდნენ და ფსიქოდელურ თვისებებს მიეწერდნენ. ალანი და მისი კოლეგები ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ცდილობენ. აჩვენებენ, ეს არის სადამყვანა, რომელიც მართლაც შხამიანია, თუმცა ტყეში უმეტესი სოკო სასარგებლოა. ეს არის მელის ყურა. ამ მიდამოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და გავრცელებული სოკო. გიდი სოკოს გასინჯვას ადგილზევე სთავაზობს. საველე სამზარეულოში. თუმცა წასვლა ნამდვილ რესტორანშიც შეიძლება. ალანი ადგილობრივ შეფმზარეულებთან თანამშრომლობს, რომლებიც ველურად გაზრდილი საკვებისაგან კერძებს სიამოვნებით ამზადებენ. ველურ სოკოს კარაქში მოვშუშავთ. მწვანილისაგან სალათებს ვამზადებთ. ყვავილებისაგან ძმარს ვაკეთებთ, რომელსაც ხამანწკებს მოვასხამთ. ეს მხალეული კი ოჯახური პასტის соусისთვის გამოდგება. ძალიან გემრიელია. სოკო აღმაფრთოვანებელია. მწვანილისაგან კი როგორც ხვდები, სპაგეტისთვის პესტოს соуსი მოამზადეს. ტყის სურნელი აქვს, საოცარია, ის რაც ტყეში ავაგროვეთ, შეიძლება ამგვარად კერძად გადაიქცეს. 80,000-იანი ეშვილი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ ქალაქად ითვლება. რესტორნებში ცდილობენ გამორჩეულად ადგილობრივი პროდუქტის გამოყენებას. ხოლო ქალაქის გარშემო ბუნება არა მხოლოდ მოსახლეობის კვებაზე ახდენს გავლენას, ასევე ყოფაზეც. ვიმყოფებით ბლურიჯის მთებს შუა და ახლა ამ სახლში წვეულება იწყება. ადგილობრივები ცეკვას აპირებენ. პარტნიორს უთხარი, მალე დავბრუნდები და გვერდზე მდგომს მიუბრუნდი. სამნაბიჯს ვაკეთებთ და კვლავ პარტნიორთან ცეკვავთ. ეს არის კონტ-დანსი, ინგლისში დაბადებული ხალხური ცეკვა. ჯეინ ოსტინის რომანების მიხედვით ფილმები თუ გაქვთ ნანახი, მაშინ ინგლისური ცეკვაც გეცოდინებათ. კონტრდანსის მსგავსია, მაგრამ ჩვენთან ზოლში ბიჭები და გოგონები ერთმანეთს ენაცვლებიან. კლასიკურში კი ერთ ზოლში დგანან ბიჭები, მეორეში კი გოგონები. წვეულება ილეთების სწავლით იწყება. ცეკვის დროს წამყვანი მოძრაობას კარნახობს. მოძრაობის თანმიმდევრობის შეხსენება ჩემი სამუშაოა. რითმის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რათა სიტყვები მუსიკალურად ისმოდეს და მელოდიას ერწყმოდეს. ცეკვა სოციალურია. რაც ნიშნავს, რომ თუნდაც წყვილთან ერთად მოხვედი, ერთ მელოდიაში დარბაზში ყველასთან იცეკვებ. მთებს შუა დამალული განძივით არის. შესანიშნავი წვეულება. ინტერნეტისა და სწავლებისაგან განტვირთვის კარგი ხერხია. 72 წლის ფერმერი ვარ. ბევრს და მძიმედ ვმუშაობ. ცეკვა კი მოდუნებასა და დასვენებაში მეხმარება. ნებისმიერ დისკოთეკაზე უკეთესია. ჩქარი ცეკვის მიუხედავად, ეშვილი მთლიანობაში მშვიდი და მოზომილი ქალაქია.
და მით უფრო ძლიერია კონტრასტი, როდესაც 2 საათში შტატის დიდ მეგაპოლისში მოხვდები. შარლოტში. ნიუ-იორკის შემდგომ აშშ-ს მეორე საბანკო ცენტრი. შარლოტში ფინანსური დაწესებულებების შტაბინები უკიდურესი სიჩქარით ჩნდება. მთლიანობაში ქალაქში ერთ ადგილზე გაჩერებისთვის შეჩვეულები არ არიან. ამერიკული რბოლის ნასკარის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტრეკი. აქ ყველაფერი ამერიკულ ავტომობილს ეძღვნება. სექტორებიც განსაკუთრებული სახით არის განაწილებული. ნაწილი ეძღვნება კომპანია Chrysler's, შუაში კომპანია General Motors და ბოლო ნაწილი კომპანია Ford's. ესეც სტარტის ხაზი. მას ამერიკული რბოლის სახლს უწოდებენ. ნასკარის გუნდების 90% ზუსტად რომ შარლოტში მდებარეობს. ტრეკი წელიწადში ეროვნული ასპარეზობის 3 რბოლას იღებს და ათეულობით უფრო მარტივი კვალიფიკაციის რბოლებს, საიდანაც როგორც წესი იწყება გზა მწვერვალისკენ. ერთ-ერთი ასეთი რბოლისთვის ემზადება 17 წლის გრეისი. ჩვენს ოჯახში რბოლა ყოველთვის იყო. მამამ რბოლელია, ბაბუაც. ამიტომაც მამას ვევედრებოდი, რომ საჭესთან დაჯდომის ნებართვა მოეცათ. ბოლოს და ბოლოს დანებდა და როდესაც 7 წლის ვიყავი კარტებზე სასეირნოდ პირველად წავედით. ვიმედოვნებდი, რომ მოსინჯავს, არ მოეწონება და მორჩა. საკითხს დავხურავთ, მაგრამ სრულად სხვაგვარად მოხდა. ეს არის Legends Cars რბოლა. გასული საუკუნის 30-იანი 40-იანი წლების ავტომობილების 5-8-თან მასშტაბით შემცირებული მოდელები. მოტოციკლი Yamaha-ს ძრავით. მანქანაში 155 ცხენის ძალაა და ძალზე პატარა ბორბლების საფუძველი. საჭის ჰიდროგამაძლიერებლის გარეშე. სახალისო ავტომობილია. გრეისი ჯერ კვალიფიკაციას გადის. მისი ასაკობრივი კატეგორიაა 17-დან 40 წლამდე. სტარტზე მეოთხე იქნება. ამბობს, რომ მოსალოდნელია რთული რბოლა, ვინაიდან მთელი დღე წვიმდა. ტრეკის სველი და სრიალაა. მოსახვევში ფრთხილად უნდა იყო, საბურავები რომ არ მოწურდეს. მაგრამ გრეისს სიმშვიდე ეტყობა. სხვადასხვა ამინდის პირობებში რბოლას სახელოსნოში სიმულატორზე გამუდმებით ამუშავებს. მოღრუბლული ან მზიანი ამინდი. რბოლისთვის სრულად განსხვავებული პირობა. ახალი საბურავები და რომლითაც მრბოლელმა უკვე 50 წრე გააკეთა, მოსახვევში განსხვავებულად მოქმედებს. ანუ ყოველ წრეზე მოსახვევში უკეთ შესვლის გადაწყვეტილება ახლიდან უნდა მიიღო. გოგონა ასევე სწავლობს სარბოლო მანქანების მოწყობასაც. ამბობს, რომ უბრალოდ მანქანის მართვა საკმარისი არ არის. ავტომობილის შესახებ რაც უფრო მეტი ვიცი, მით უკეთესი მძღოლი ვარ. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მექანიკოს გამოსასწორებლად შემიძლია ზუსტი მითითების მიცემა. გრეისის მთავარი მიზანია ნასკარის ეროვნულ ასპარეზობამდე მისვლა და მოგება. მალე ჩემი რიგია. სტარტის წინ ყოველთვის ოდნავ ვღელავ, მაგრამ როგორც კი ტრეკზე გავდივარ, ყველაფერი მეშვება. 10 რბოლიანი ასპარეზობის მეშვიდე რბოლა იყო. წარსული გამარჯვებების მიუხედავად დღეს გრეისი მერვე მივიდა. არაჩვენებს, რომ განაწყენებულია, პირიქით, თითქოს გონებით კვლავ ტრეკზეა. და ყველას ასწრებს. წინ ოცნებისკენ. ჩრდილოეთ კაროლინას ისტორია ადასტურებს, რომ სურვილს, უტიფრობას და შეუპოვრობას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ბოლოს და ბოლოს ძმები რაიტები ხომ გაფრინდნენ. ადგილობრივმა მეცნიერებმა ათეულობით წლების მუშაობის შემდეგ შექმნეს ხელოვნური სისხლძარღვები, ორგანოები, კანი, ხოლო ყოველი თამბაქოს საწარმო მიტოვებული ნანგრევებისაგან ძვირადღირებულ პრესტიჟულ რაიონად გადაიქცა. ამიტომაც შარლოტელი გოგონაც შეიძლება გახდეს მსოფლიო მასშტაბის მრბოლელი. თავარია თუ რამდენად ძლიერია ოცნება. შეიძლება თევზი ყოველთვის არ მოდის, დროდადრო ქარიშხალი ატყდება. ოკეანე კი ზაფხულშიც კი შეიძლება ყინულოვანი იყოს. ადგილობრივებმა იციან, რომ დაისის შემდეგ ამგვარი მშვენიერი აისი ყოველთვის დგება.